კომპანია Makticom აბონენტებისთვის მათი გაფრთხილების გარეშე ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ოპერატორი მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის დამრღვევად ცნოდა, მას აბონენტთა წინასწარ გაფრთხილების მიზნით შესაბამისი სისტემის დანერგვა დაავალა. Makticom-ის საქმეზე კომისიამ გადაწყვეტილება შეპესე კვირის პალიტრის საჩივრის საფუძველზე მიიღო. აღმოჩნდა, რომ პალიტრის თანამშრომლის მსგავსად შეძენილი ინტერნეტ პაკეტის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად განსხვავებული ტარიფით გაგრძელებული მომსახურების გამო დავალიანება 48,000-ზე მეტ აბონენტს დაერიცხა. იყო postpaid-ზე, ანუ მომსახურებას ჯერ იღებდა ეს ბატონი და შემდეგ იხდიდა საფასურს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ რაც ეს პაკეტი ამოიწურა, გაუშვა მინუსში და დაერიცხა საკმაოდ დიდი თანხა. არ მოხდა აბონენტის გაფრთხილება, რომ მისი პაკეტი ამოიწურა და მომსახურებას ის იღებდა უკვე სტანდარტული ტარიფით 3,000, 4,000, 5,000. ეს ძალიან ხშირად ემართებათ ხოლმე, როდესაც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ინტერნეტ roaming-ს იყენებენ, აი მაშინ ხდება ხოლმე ესეთი მსხვილი საფასურის დარიცხვა. Makticom-ის აბონენტებისთვის დარიცხული ინტერნეტ დავალიანების საერთო მოცულობა 428,000 ლარს აჭარბებს. კომუნიკაციის კომისიის გაანგარიშებით წელიწადში ეს თანხა $1,000,000 ლარზე მეტია. Makticom-ში აცხადებენ, რომ მომსახურების პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში ამ დრომდე კორპორაციულ აბონენტებზე შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდებოდა. არაკორპორატიულ აბონენტებს მომსახურების პაკეტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია მობილურზე მისდით შეტყობინების სახით. რაც შეეხება კორპორაციულ აბონენტებს, მათთან ფორმდება დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაწერილია ნებისმიერი ტარიფი. მათ შორის ინტერნეტ მომსახურების ტარიფები, როგორც პაკეტების შემთხვევაში, ასევე პაკეტის ამოწურვის შემდგომი ტარიფები. პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით. თუმცა 2016 წლის 1 იანვრიდან Makticom SMS-ის საშუალებით ატყობინებს ყველა აბონენტს პაკეტში მეგაბაიტების ამოწურვის შესახებ. კომუნიკაციების ომბუდსმენის განცხადებით ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტები მომსახურების პირობების შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობენ. თამთა ტეფნაძის თქმით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მომხმარებელთა მოუმზადებლობა. არა მხოლოდ მათი ცნობიერების დაბალი დონე ზოგადად, არამედ კომპანიების მხრიდან არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი მათი წინასწარი ინფორმირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება. მათ აქვთ უფლება წინასწარ იყვნენ ინფორმირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, უკვე შეძენილი მომსახურებით სარგებლობის ვადის ამოწურვის შესახებ. სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრში მიიჩნევენ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოქმედი რეგლამენტი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, რომელთა შესწორებაც უნდა მოხდეს. დადგენილი პირობების ცვლილებას წინასწარ ინდივიდუალური წესით და არა საჯარო გაფრთხილება. აი ამას შეეხება და აი სწორედ ეს ნორმა იქნა განმარტებული სხვადასხვაგვარად თვითონ ოპერატორის მიერ და კომისიის წევრების მიერ. კარგი იქნება თუ კი კომისია თვითონვე მიუბრუნდება რეგლამენტის ამ ნორმებს და უფრო მკაფიოს გახდის, რადგანაც სხვა ოპერატორებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით უფრო მეტად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ 1 იანვრიდან მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება ყველა მობილურ ოპერატორზე ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ Makticom მომხმარებელთა უფლებების დამრღვევად ცნეს, კვირის პალიტრას